ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წინასაარჩევნო დელეგაცია თბილისში შეხვედრებს მართავს. უკვე გაიმართა მოლაპარაკება საქართველოში ევროსაბჭოს მისიის ხელმძღვანელთან, ასევე სამოქალაქო სექტორის და მედიის წარმომადგენლებთან. მთავარი თემა არის საპრეზიდენტო არჩევნები. წინასაარჩევნო დელეგაცია აკვირდება მოვლენებს და ისმენს ინფორმაციას, რა ვითარებაა ქვეყანაში არჩევნებამდე 33 დღით ადრე. ნატა ქაჯაია აშუქებს შეხვედრებს, ის ახლა პირდაპირ ეთერში ისაუბრებს. ნატა, როგორი არის შეფასებები? დიახთამარ, დელეგაციამ პირველი შეხვედრა ევროსაბჭოს ხელმძღვანელთან საქართველოში კატერინა ბოლონეზესთან გამართა. ეს შეხვედრა მედიისთვის იყო დახურული. შეხვედრის შემდეგ არ გაკეთებულა კომენტარები, მაგრამ მედიისთვის უკვე ცნობილია საუბრის შინაარსი, რომელიც არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებისა და დელეგაციის წევრებს შორის შედგა. საუბარი ძირითადად შეეხო წინასაარჩევნო პერიოდში არსებულ ვითარებას და იმ დარღვევებს, რომელიც ბოლო პერიოდში მოხდა. არასამთავრობოებმა ყურადღება გაამახვილეს მუნიციპალიტეტებში არსებულ ვითარებაზე. თქვენ შეგიძლია მოისმინოთ ის განცხადებები, რომელიც შეხვედრის შემდეგ სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებმა გააკეთეს. მათ აინტერესებდათ ძირითადად საარჩევნო გარემო. ჩვენ ვისაუბრეთ წინასაარჩევნო გარემოზე, როგორ მიმდინარეობს კამპანია, რა დარღვევებია, დეტალური ინფორმაცია აქვთ, მინდა გითხრათ და ძალიან კარგად იცნობენ ქართულ საარჩევნო გარემოს. ჩვენ დამატებითი ინფორმაციები მივაწოდეთ, რაიმე რეკომენდაცია კონკრეტული მათი მხრიდან არ ყოფილა, მოისმინეს ჩვენი შეფასება. მივაწოდეთ ინფორმაცია, რომ საარჩევნო გარემო რაიმე ძალიან ესეთი მასიური დარღვევებით არ ხასიათდება, თუმცა არის რამდენიმე საკითხი, რაც პრობლემატურია. ეს იყო თუნდაც ორმაგი მოქალაქეობის საკითხი კანდიდატების რეგისტრაციის დროს, ეს ასევე იყო ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების საკითხები. ვისაუბრეთ ასევე ადგილობრივ თვითმმართველობებში შექმნილ მდგომარეობაზე და იმაზე, რომ იქ შექმნილი მდგომარეობა არ უშუალოდ უწყობს ხელს წინასაარჩევნო კამპანიის მშვიდ ვითარებაში განვითარებას და მნიშვნელოვანია ამ პრობლემების მოგვარებას. განსაკუთრებით ვფიქრობთ, რომ ეს აქტუალური მაინც პრობლემური გახდება 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნებისთვის და სხვა საკითხებზე გავამახვილეთ ყურადღებას იმ საჩივრებზე, მაგალითად, რომელიც ჩვენ წარდგენილი გვაქვს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში და იმ განცხადებებზე, რომელიც წარვადგინეთ უწყებათა შორის კომისიაში. რამდენიმე წუთის წინ დასრულდა მედია ექსპერტებისა და დელეგაციის წევრებს შორის შეხვედრა. ამ შეხვედრას ესწრებოდა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ემზარ გოგუაძე, რომელმაც დელეგაციის წევრებს მიაწოდა ინფორმაცია თუ როგორ შუქდება წინასაარჩევნო კამპანია საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში, ასევე ისაუბრეს თოქ-შოუების დახურვაზეც. ზოგადად მედიის პრობლემებზე იყო არჩევნებთან დაკავშირებით. მე მივაწოდე კონკრეტულად საზოგადოებრივ მაუწყებელში არსებულ პრობლემებზე, განსაკუთრებით თოქ-შოუებთან დაკავშირებით, განსაკუთრებით იმ თემებთან დაკავშირებით, რაც არის პირდაპირ კავშირში მოახლოებულ არჩევნებთან. და რა გვიშლის ხელს, რა პრობლემები გვაქვს და რა პერსპექტივები გვაქვს ამ მხრივ. 6 ტელეკომპანიის მონიტორინგი მიმდინარეობს და ძალიან მოკლედ მათ გავაცანით რამდენიმე სიტყვის შედეგები, რომელიც პირველ ეტაპზე მივიღეთ და რომელსაც სწორედ ამ დღეებში გამოვაქვეყნებთ უკვე მედიისთვისაც და ასევე ვისაუბრეთ იმ პრობლემებზე, რაც ჩვენი აზრით არის მედიაში, არა მხოლოდ წინასაარჩევნო პროცესების გაშუქებაში, არამედ საერთოდ თქვათ ჟურნალისტურ საქმიანობაში, სარედაქციო დამოუკიდებლობის მიმართულებით. ევროსაბჭოს წინასაარჩევნო დელეგაციას დღეს საკმაოდ დატვირთული დღის განრიგი აქვს. დაგეგმილია შეხვედრები საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან, ასევე CSKO-ს თავმჯდომარესთან. დღის ბოლოს კი შეხვედრები დასრულდება პარლამენტის თავმჯდომარესთან და პრემიერ-მინისტრთან აუდიენციით. მადლობა ნატა, ეს იყო ნატა ქაჯაია, რომელიც მოამბის პირდაპირ ეთერში საუბრობდა.